ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ჩამოვა კვირას საგანგებო ლიტურგიაზე მსახურებას ბართლომეოს პირველი აღავლენს. 22 მარტამდე კი უწმინდესისა და უნეტარესისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეებისთვის სამების საკათედრო ტაძრის კარი 24 საათის განმავლობაში იქნება ღია. სამებასთან მეორე დღე არ წყდება ადამიანების ნაკადი. 21-22 მარტს კი მგზავრებს თბილისის მუნიციპალური საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. მოუწოდებთ ამერიკის ოფიციალურ პირებს შეუერთდნენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რათა სანქციებსა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით მოითხოვონ საქართველოს ხელისუფლებისგან მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების გათვალისწინება. ამის შესახებ კონგრესმენებისა და სენატორების ნაწილის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ამერიკელი კანონმდებლები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და არადემოკრატიული კანონების გაუქმებას ითხოვენ. ამერიკა მთლიანად ააფეთქებს სამხრეთ პარსის გაზის საბადოს, თუ ირანი კიდევ ერთხელ დაესხმება კატარს თავს, განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა. კატარმა კი ირანის სამხედრო და უსაფრთხოების ატაშეები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. უკრაინელებმა რუსეთში სტავროპოლის ქიმიური ქარხანა დაბომბეს. ნევინომიისკში აზოტის საწარმოს უკრაინელებმა ღამით შეუტიეს. თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს რუსული მხარეც და აცხადებს, რომ იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.